ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანისგან მოითხოვა რეპარაციები რეგიონში ბოლო 47 წლის განმავლობაში, ყველა ომისთვის და კომპენსაცია ირანში მოკლული პროტესტზე გამოსული ირანელების ყველა ოჯახისათვის. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის მიერ სამშვიდობო შეთანხმების პირობებზე პასუხად საკუთარი მოთხოვნები წამოაყენა. თეირანმა უნდა გადაიხადოს კომპენსაციები ადამიანებისთვის ომებში თავდასხმებსა და პროტესტების დროს დაღუპულებისთვის, ხოლო არმუზის სრუტეში საზღვაო მოძრაობა იმავე ორშაბათს, როდესაც ის განცხადება გაკეთდა, ჩამოიშალა. 6 გემამდე, მაშინ როცა საშუალო მაჩვენებელი წინა 10 დღის განმავლობაში დაახლოებით 11 გემი იყო, ხოლო ომამდე დღეში თითქმის 150 გემს შეადგენდა. ამიტომ ჩნდება შეგრძნება, რომ არმუზის სრუტის გახსნაზე შეთანხმებას მხარეები ვერ შეძლებენ. და ამ ფონზე მოულოდნელად საფონდო ბაზარი სრულიად საპირისპიროდ რეაგირებს. სრულიად საპირისპირო მიმართულებით იხსნება და საერთოდ პლუსში. მოდით გავარკვიოთ, ზუსტად რა თქვა ტრამპმა, რატომ რეაგირეს ბაზრებმა შერეულად და რას უნდა ველოდოთ მომავალში არმუზის სრუტის, ნავთობის ფასებისა და ზოგადად ახლო აღმოსავლეთის სიტუაციის მხრივ. ბოლო განახლებები ამ გამოშვებაში. მე ალექსეი პეჩიორ, მოდით გავარკვიოთ, მაგრამ სანამ დავიწყებთ, გთხოვთ გამოიწეროთ ეს არხი. ჩვენ მივიძევთ 300,000 გამომწერისკენ. ამიტომ მადლობელი ვიქნები თითოეული თქვენი გამოწერისთვის. ეს მხოლოდ ერთი წამია, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია. მოგახსენებთ, როგორ საუბრობდით თქვენთან ერთად, რომ ირანმა წინა დღეს წამოაყენა მთელი რიგი მოთხოვნები შეერთებული შტატების მიმართ, რომელთა შესრულების შემდეგაც მხოლოდ მზად არის გახსნას ჰორმუზის სრუტე კომერციული გემებისთვის. სანქციების მოხსნისა და ყველა აქტივის გამბლოკვის გარდა ირანმა შეერთებული შტატებისგან მოითხოვა რეპარაციებისა და კონტრიბუციების გადახდა ამ ომისა და 2025 წლის ომისთვის. როგორც ჩანს, ყველა ზარალი გამონაკლისის გარეშე შეერთებულმა შტატებმა უნდა აანაზღაუროს და აი ტრამპმა გადაწყვიტა ამ ყველაფერზე პასუხი გაეცა. მან თეთრ სახლში გამოსვლისას განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ ომი დაიწყო იმისთვის, რომ ამ ქვეყანას არ ქონოდა ბირთვული იარაღი და დაარწმუნა, რომ საერთოდაც მოლაპარაკებებზე შეერთებულ შტატებთან კომპენსაციის პირობები არ განხილულა. და თითქოს ეს ირანელებმა თავად გამოიგონეს და მაშინვე გააკეთა საპასუხო განცხადება. ციტატა. მაგრამ ეს საინტერესო იდეაა, რადგან ეხლა მეც ვითხოვ კომპენსაციას ირანისგან. ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც მათ მოკლეს და მძიმე დაჭრეს თავიანთი ბომებითა და მრავალი კონფლიქტით, რითაც ისინი ცნობილები არიან. შემდეგ კი ტრამპმა ჩამოთვალა კონკრეტული კატეგორიები დაზარალებულებისა, ვისთვისაც, მისი აზრით, ირანმა ახლა უნდა გადაიხადოს. ეს არის ამერიკული გემის კოულის დაღუპულთა ოჯახები, ათასობით სხვა ბრძოლაში დაღუპული, ასევე იმ 100,000 უდანაშაულო პროტესტის მონაწილის ოჯახები, ვინც მისი თქმით, ირანმა ბოლო 50 წლის განმავლობაში მოკლა. როგორც ის ამბობს, ციტატა. აღარაფერს ვამბობ იმ 52,000-ზე, რომლებიც ბოლო 5 თვეში მოკლეს. შემდეგ ტრამპმა შეაჯამა. ამიტომ თუ ვინმე უნდა აანაზღაუროს ზიანი, ჩემი აზრით ეს ირანმა უნდა გააკეთოს. და თუ მის სოციალურ ქსელ True Social-ში შეხოთ, მან მთელი სია გამოაქვეყნა, რისთვისაც ირანმა უნდა გადაიხადოს. ყველა ომისთვის რეგიონში, ამერიკელებზე თავდასხმისთვის, პროტესტის მონაწილეების რეალური მკვლელობისთვის. და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მოკლედ, ის ამბობს, რომ მოусმინეთ, ირანმა უნდა გადაიხადოს. საბოლოოდ კი ტრამპმა დაარწმუნებით განაცხადა. ციტატა. მე ჩემს წარმომადგენლებს დავავალე, რომ ეს მკაფიოდ გაითვალისწინონ მომავალ მოლაპარაკებებში. ანუ ეხლა ტრამპმა განაცხადა, რომ მისმა გუნდმა ირანს უნდა წაუყენოს ანგარიში. წინააღმდეგ შემთხვევაში არანაირი მოლაპარაკება არ გაიმართება. მოგვიანებით იმავე დღეს ტრამპმა კიდევ ერთი განცხადება გააკეთა, რომელიც აჩვენებს მის ამჟამინდელ პოზიციას ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით ზოგადად. ციტატა. მოусმინეთ, ერთადერთი ვინც ეხლა რეალურად აკონტროლებს ჰორმუზის სრუტეს, არის შეერთებული შტატების სამხედრო საზღვაო ფლოტი. და ჩვენ სრულად გავნაღმეთ მთელი სრუტე. ანუ ტრამპი საჯაროდ ამტკიცებს, რომ სტრატეგიულ წყალგზაზე ფაქტობრივი კონტროლი უკვე ამერიკის ფლოტს აქვს. და თითქოს მან უკვე გაანაღმა მთელი ჰორმუზის სრუტე, მიუხედავად იმისა, გაფორმდება თუ არა შეთანხმება თეირანთან. თუმცა პრაქტიკაში ეს საერთოდ ასე არ არის. და ჰორმუზის სრუტე აშკარად არ არის შეერთებული შტატების კონტროლის ქვეშ. და სწორედ ამ განცხადებების კონტექსტი უკიდურესად მნიშვნელოვანია. ირანის მოთხოვნები, რომლებზეც ახლა პასუხობს დონალდ ტრამპი,
ძირითადად შეესაბამებოდა წინასწარი სამშვიდობო შეთანხმების პირობებს, რომელიც ჯერ კიდევ ივნისში გაფორმდა. იმავე შეთანხმებას, რომელიც შემდეგ განახლებული საბრძოლო მოქმედებების გამო ჩაიშალა. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, გუშინ ირანის რეჟიმის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა პირდაპირ განაცხადა, რომ ჩვენ ვაყენებთ მოთხოვნებს და ულტიმატუმსაც კი ვუყენებთ ამერიკის შეერთებულ შტატებს. და იქ, არ დაემუქრონ ირანს, არ დაემუქრონ ირანის პროქსი ძალებს, გადაიხადონ კომპენსაციები, რეპარაციები, კონტრიბუციები, მოხსნან სანქციები, გაათავისუფლონ აქტივები და ასე შემდეგ. და აი ამას ბევრი ასე აღიქვამს. Naglest какая-то. Но ირანი ახლა ცდილობს 2 თვის წინანდელ მოლაპარაკებების ჩარჩოს დაუბრუნდეს, მოითხოვს კომპენსაციას და სანქციების მოხსნას. ხოლო ტრამპი საპასუხოდ აყენებს საპირწონე მოთხოვნას, რომელიც გაცილებით დიდია. კომპენსაცია არა თვეების, არამედ ნახევარი საუკუნის ომებისთვის. აი ასე. და საქმე იმაშია, რომ ტრამპი მაინც გადააცურეს, იმიტომ რომ კი შეიძლება ემოციურად ილაპარაკო, რომ ირანი არ ცდება. ირანი მართლა არ ცდება. ხაზგასმით ვამბობ, ხაზგასმით, რომ არავინ შეცდეს. ირანი, თეირანის ამჟამინდელი რეჟიმი აშკარად ტერორისტული წარმონაქმნია, რომელიც აფინანსებს ყველა პროქსი ძალას რეგიონში, რომლებიც არასტაბილურობას ქმნიან ამ რეგიონში. ირანი ის ქვეყანაა, რომელმაც უკრაინული ბოინგი ჩამოაგდო. ეს ის ქვეყანაა, რომელიც რუსეთს ეხმარება უკრაინის წინააღმდეგ ომში. ამიტომ ირანთან დაკავშირებით არანაირი ილუზია არ მაქვს. არ უნდა იფიქროთ, რომ ირანს უჯერ მხარს. არავითარ შემთხვევაში, არა. მაგრამ იცით, როცა სვამენ კითხვას, ვის უჯერს მხარს ბიჭი? აი როცა სვამთ კითხვას, ვის უჯერს მხარს? ეს ნიშნავს, რომ ჩემი საქმე კარგად გავაკეთე. ასე რომ დაუბრუნდეთ თემას. ტრამპი კი გადააცურეს. იმიტომ რომ ურთიერთგაგების მემორანდუმში, რომელსაც დონალდ ტრამპმა ირანთან 17 ივნისს მოაწერა ხელი, რეალურად იყო პუნქტი. შეგახსენებთ, რომ შეერთებული შტატები, აშშ და მისი მოკავშირეები ვალდებულნი არიან შექმნან საინვესტიციო ფონდი ირანის აღსადგენად 300 მილიარდი დოლარის ოდენობით. გახსოვთ? სწორედ ამას უწოდებს ირანი ომის შედეგად მიღებული ზარალის კომპენსაციას. და მაშინ ტრამპმა ამ პირობით მოაწერა ხელი. ამიტომ ირანი ახლა შეგახსენებთ, რომ მოусმინეთ, იქ ესეთი პირობა იყო. ამიტომ უნდა აუნაზღაუროთ. გარდა ამისა, ჰორმუზის სრუტეში რეალური ვითარება ადასტურებს, რომ შეთანხმება არსებითად არ არსებობს. საზღვაო მონაცემები აჩვენებს, რომ ორშაბათს სრუტეში გემების მოძრაობა 6 გემამდე შემცირდა. მაშინ როცა საშუალოდ ბოლო 10 დღის განმავლობაში დაახლოებით 11 გემი გადიოდა. სამშაბათისთვის კომპანია კეპლერის მონაცემებით სრუტეში შევიდა 4 გემი ნედლეულის გადასაზიდად. მათ შორის 2 ცარიელი ნავთობპროდუქტების ტანკერი, ხოლო სრუტე დატოვა 2 გემმა. მცირე ტანკერმა გათხევადებული გაზით და კიდევ ერთმა გემმა ნარჩენი ნავთობის საძოვარით. შედარებისთვის კოლაფსის მასშტაბის გასაგებად ომამდე სრუტეში ჩვეულებრივ დროში 130-140 გემი გადიოდა. ახლა კი მხოლოდ 6. მაგრამ ტრამპის თქმით, თავარია ეს არ დაგავიწყდეთ. ამერიკელები სრულად აკონტროლებენ სრუტეს. და აქ ვითარდება საინტერესო სიტუაცია. რადგან თითქოს ასეთი ერთმნიშვნელოვნად შემაშფოთებელი ფონის პირობებში ფინანსური ბაზრები შერეულად რეაგირებენ. ორშაბათს მაშინ მას შემდეგ, რაც ტრამპმა წამოაყენა საპასუხო მოთხოვნა კომპენსაციებზე, ნავთობის ფიუჩერსები 5%-ზე მეტით გაიზარდა. და ექსპერტებმა მაშინვე განაცხადეს, რომ უახლოეს მომავალში ნავთობის ფასის $80-ზე ქვემოთ ვარდნას არ ელიან. თუ მხოლოდ მოულოდნელად არ გამოცხადდება შეთანხმება, რომელიც გამოიწვევს ჰორმუზის სრუტის გახსნას, რადგან ნავთობის ბაზარზე ბალანსი სულ უფრო მეტად იკუმშება. ოქრო პირიქით, სამშაბათს გაიაფთა სესიის განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ ადრე შეეხო 2 თვიან მაქსიმუმს. ნავთობის ფასების ზრდამ და შიშმა, რომ ინფლაცია და საპროცენტო განაკვეთები აშშ-ში შეიძლება მაღალი დარჩეს, ნავთობის ფასების ზრდის გამო საბოლოოდ ინვესტორები დაიძრნენ დამნენ დამცავი აქტივიდან, ანუ ოქროდან. მაგრამ აი რა არის საყურადღებო. მიუხედავად ამ ყველაფრისა, Wall Street-ი პირიქით სამშაბათს დილით პლუსში გაიხსნა იმ ცნობების ფონზე, რომ აშშ და ირანი მაინც ახლოს არიან შეთანხმების მიღწევასთან. მიუხედავად მთელი ამ რიტორიკისა, შეთანხმებას შეუძლია ბოლო მოუღოს უკვე 6 თვეა მიმდინარე კონფლიქტს. მართალია ზრდა რა თქმა უნდა მოგრძალებული იყო, რადგან Dow Jones-ის ინდექსმა სესიის დასაწყისში 0.13% მოიმატა. NASDAQ-მა კი 0.24%-ით აიწია. ხოლო S&P 500-მა 0.1%-ით გამკარდა. ეს რა თქმა უნდა სულაც არ არის ის მტკიცე რალი,
რაც ბაზრებმა ივნისში აჩვენეს, როცა პირველი წინასწარი შეთანხმების შემდეგ ინდექსები ერთ სესიაზე 2%-მდე აიწია. ანუ ინვესტორები ჯერ კიდევ სჯერათ გარიგების შესაძლებლობის, მაგრამ ეხლა ბევრად ფრთხილად უყურებენ ამას, ვიდრე რამდენიმე თვის წინ. რა მივიღეთ საბოლოოდ? ერთი მხრივ, დონალდ ტრამპი თავისი საპასუხო მოთხოვნით ნახევარსაუკუნოვანი კონფლიქტებისთვის კომპენსაციის შესახებ მოლაპარაკებებზე ფსონს იმდენად ზრდის, რომ ირანთან სწრაფი შეთანხმების რეალისტურობა მცირდება. ძნელია წარმოიდგინო, რომ თეირანი ასეთ პირობებს დათანხმდება. ისევე როგორც ძნელია წარმოიდგინო, რომ შეერთებული შტატები ირანს რეპარაციებს გადაუხდის. ამიტომ, როდესაც ესეთი საპასუხო პირობებია, გამოდის, რომ უახლოეს მომავალში საერთოდ არანაირი შეთანხმება არ ჩანს. ამ დროს ჰორმუზის სრუტეში გემების მოძრაობა პრაქტიკულად პარალიზებულია. 6 გემი ჩვეულებრივი 150-ის ნაცვლად ერთ დღეში. მეორე მხრივ, თავად დონალდ ტრამპი პარალელურად აცხადებს, რომ სრუტე უკვე ფაქტობრივად ამერიკის ფლოტის კონტროლის ქვეშაა და ზოგარ განაღმულია. ანუ პრაქტიკაში ისე მოქმედებს, თითქოს საკითხი უკვე სამხედრო გზით არის გადაწყვეტილი, მიუხედავად დეპუტატების შედეგისა. და სწორედ აქ ჩნდება ყველაზე მთავარი დეტალი, რაზეც ყველაზე მეტად გთხოვთ ყურადღება გაამახვილოთ. ოპიუმ აშშ-ში სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ დღეს მკაფიოდ აღნიშნა, რომ ირანი მზად არის კონფლიქტის ესკალაციაზე ამერიკასთან, რომ გავლენა მოახდინოს კონგრესის არჩევნების შედეგებზე. თითქოს ირანს აინტერესებს რესპუბლიკური პარტიის დამარცხება კონგრესის შუალედურ არჩევნებში და ყველაფერს გააკეთებს, რომ ამას მიაღწიოს. შემდეგ ციტატა. პომპეო. ისინი მშვენივრად აცნობიერებენ, რომ არჩევნები ახლოვდება და ძალიან უნდათ, რომ პრეზიდენტი ტრამპი დამარცხდეს. ჩვენ არასდროს ყოლია პრეზიდენტი, რომელიც ასე ესროდა მათ არმიას. არც ერთი წინა პრეზიდენტი, არც რესპუბლიკელი და არც დემოკრატი მზად არ იყო ამისთვის. ამიტომაც მათ სურთ, რომ ვიღაცა სხვა იყოს ამ არჩევნების გამარჯვებული. ამ პირობებში ირანი უახლოეს მომავალში შეიძლება წავიდეს კონფლიქტის ესკალაციაზე, როგორც აშშ-ს, ასევე სპარსეთის ყურის ქვეყნების წინააღმდეგ, რათა გამოიწვიოს ნატოს ფასების ზრდა და აჩვენოს, რომ ვაშინგტონი სიტუაციას ვერ აკონტროლებს. ჩემს მხრივ დავამატებ. და უკვე შუალედური არჩევნების შემდეგ შეიძლება ველოდოთ, რომ ხელისუფლება ოდნავ შეიცვლება. შეერთებულ შტატებში დემოკრატები უმრავლესობას მოიპოვებენ წარმომადგენელთა პალატაში. დაიწყებენ ზეწოლას. და თითქოს მაშინ უკვე შესაძლებელი იქნება შეთანხმება ახალ პირობებზე. სწორედ ამაში სავარაუდოდ მდგომარეობს ირანის მთელი სტრატეგია. აქ სამწერტილს დავშვამ. თქვენი აზრი და დასკვნები დაწევეთ კომენტარებში ამ გამოშვების ქვეშ. გამოიწერეთ არხი, დააწექით ზარს და არ დაგავიწყდეთ ლაიქის დაჭერა. ამით ყველაფერი დასრულდა. იზრუნეთ საკუთარ თავზე, ყველას ნახვამდის.